მოგესალმებით, ვიწყებთ ცუდი ამბებით, არმან ცარუკიანი ჩაეხსნა ბრძოლას UFC 311-ზე. მიიღო წელის ტრავმა და ამის გამო ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ამ ბრძოლაში. დიდი ხანი და დიდი სიამოვნებით ვნახავდი ამ ბრძოლას, ძალიან სამწუხაროა რომ ესე დაალაგდა, მაგრამ მოდით გადავერთოთ საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვან ბრძოლაზე მერაბ დვალიშვილი versus უმარ ნურმაგომედოვ. დღევანდელი კოეფიციენტები არის ესეთი 3 და 3 და 4-მდე ადის კოეფიციენტი მერაბის გამარჯვებაზე და 1 და 3, 1 და 4 არის უმარის გამარჯვებაზე. ამ ბრძოლაში მერაბი არის underdog-ი, მაგრამ მოდით ვთქვათ, რომ რომელ ბრძოლაში ყოფილა ფავორიტი მერაბი, არც უმელისთან, არც პეოტრიანთან, არც ალდოსთან არ იყო ფავორიტი, მაგრამ შეძლო დაამარცხა და გახდა ჩვენი ქართველი ჩემპიონი. რაც შეეხება ბრძოლას, უკვე ბევრი ვიდეო დავდები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს. მე ჩემი აზრი კიდევ ერთხელ მინდა გაგიზიაროთ. ორ ვარიანტს ხედავ, როგორც გითხარით, ჩემი შეფასებით, ბევრად ტექნიკური ჭიდაობაში და სტრაიკინგში არის უმარი, უფრო ზუსტი არის, უფრო უნივერსალური არის, უფრო ახალგაზრდა. 29 წლის არის უმარი, 34 წლის არის მერაბი. და არ აქვს წაგება. ამიტომ არის ვარიანტი ერთი, რომ უმარი გაიმარჯვებს საჯების გადაწყვეტილებით. მე ასე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ არ დასრულდება საბმიშენით, არ დასრულდება ნოკაუტით, რადგანაც ორივე მებრძოლს აქვს კარგი ჭიდაობა და კარგი ყბა. მეორე ვარიანტი არის ის, რომ მერაბი აიყვანს თავის ტემპში და ფიზიკური ძალის ხარჯზე და ფიზიკური ძალის უპირატესობით შეძლებს რომ გადატეხოს უმარი, როგორც ეს მოხდა პეოტრიანის ბრძოლაში და გაიმარჯვებს. შეიძლება ეს იყოს 3 რაუნდი, შეიძლება ეს იყოს 4 რაუნდი. მე ვიმეპარება რომ პირველ რაუნდში გაიმარჯვოს მერაბმა, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც მერაბი იმარჯვებს, ვფიქრობ რომ შეუძლია წაიღოს მეორე, მეოთხე და მეხუთე რაუნდები. მნიშვნელოვანი არის რომ უპირატესობა აქვს ქამრის მფლობელს, რადგანაც არის ესეთი წესი, რომ თუ თანაბარი ბრძოლა არის, ქამარი რჩება ჩემპიონთან და ხელს უწევენ ზემოთ ჩემპიონს. რადგანაც პრეტენდენტმა უნდა გააკეთოს უფრო მეტი, რომ დაამტკიცოს, რომ იმსახურებს ქამარს. იყო ბევრი კომენტარი ნეგატიური იმის შესახებ, რომ მე მივეცი უპირატესობა უმარს, მაგრამ მე ვთქვი რომ ბუკმეკერებმა შეაფასეს 55 უმარი, 45 მერაბი. ეს არის ბუკმეკერების შეფასება. ეს არის ის ფაქტი, როგორიც არის სიმაღლე, როგორიც არის ასაკი, ან როგორიც არის რეკორდი. ეგ არ არის ჩემი სურვილი, არც ჩემ აზრს არ გამოხატავს, ეს არის უბრალოდ მშრალი ფაქტი. მაგრამ როგორც გითხარით, მთელი გულით მე ვალიშიკობ მერაბს, მთელ საქართველოსთან ერთად, მე მინდა რომ გაიმარჯვოს. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ განწყობას, საკმაოდ მშვიდად უდგება ამ ბრძოლას უმარი, კონცენტრირებულად და მაქსიმალურად დამოხტული არის მერაბი, როგორც ყოველი ბრძოლის წინ. უსურვოთ გამარჯვება ჩვენს ჩემპიონ მერაბს და უკვე 19 იანვარს ჩვენ ვიხილავთ ბრძოლას უმარ ნურმაგომედოვ, მერაბ დვალიშვილი, UFC 311.